განსაზღვრული სწორედ ევროპული სამართლით. სერგი კაბანაძეს გამარჯობა, სერგი კაბანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს დეფორმების ასოციაცია. ერთი კითხვა მოხდა ამ თქვენ ბოლო კომენტართან დაკავშირებით. ანუ იქნებ გაგვიმარტოთ და კიდევ ერთხელ გაიმეოროთ თუ სწორად გავიგე რაც თქვით. ანუ სასამართლოს და მოსამართლის გააჩნია იმისი უფლება, რომ დაადგინოს ესა თუ ის რეპორტაჟი არის თუ არა ობიექტური და სამართლიანი? რა თქმა უნდა, თუ კი საჩივარი შედის ერთი წუთით ახლა რაღაცა საოცრად ვითარებასთან სიტყვას დაასრულებს ქალბატონობა. ჩანსეს, აი ევროპული სამართლის არსებობს кейსლო, რომელიც ამას მიუთითებს? ვაიმე, 1/500 გადაწყვეტილება მაინც შემიძლია დაგისახელოთ, რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება ხომ არ არის არა აბსოლუტური უფლება. ეს არის დემოკრატიის სერიოზული დასაყრდენი, მაგრამ მას თავისი ონტოლოგიური ბუნების გამო გააჩნია სხვა კანონი ინტერესების სერიოზული დარღვევის პოტენცია. მაგალითად, მას შეუძლია შელახოს ადამიანის რეპუტაცია, მას შეუძლია გაამჟღავნოს, ასე ვთქვათ, საიდუმლო კონფიდენციალური ინფორმაცია, მას შეუძლია ძალადობის, ასე ვთქვათ, მოახდინოს ძალადობის წაკეცება. ერთი წუთით, ღმერთო ჩემო, ერთი წუთით რა მდგომარეობა. მას შეუძლია ასე კონკრეტულ მაგალითებს გავრცელება და ასე შემდეგ. როდესაც საჩივარი დაზარალებული, რომელიც ფიქრობს, რომ გამოხატვის თავისუფლების განხორციელებამ შელახა მისი უფლება, მიდის სასამართლოში, ეს შეიძლება იყოს ეროვნული სასამართლო, ხოლო შემდეგ საერთაშორისო სასამართლო და სწორედ სასამართლო აფასებს, დაიცვა თუ არა ჟურნალისტმა მისთვის განუყოფელი, ასე ვთქვათ, გამოხატვის თავისუფლებისგან განუყოფელი მოვალეობანი და პასუხისმგებლობა და დაარღვია თუ არა მისი ფარგლები და შეეძლო თუ არა მას ეს იგივე აზრი ეთქვა სხვა ინტერესების ლეგიტიმური დაზიანების გარეშე. რა თქმა უნდა, სასამართლოს აქვს უფლება განსაზღვროს დაარღვია თუ არა მედია საშუალებამ, ასე ვთქვათ, სამართლიანი და ობიექტური რეპორტაჟის მეთოდი. რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რომელიც გადაიცემა უნდა იყოს ზუსტი, აბსოლუტურად და შემოწმებული, ხოლო როდესაც საქმე შეეხება შეფასებით მსჯელობას, ცხადია უნდა გადაიცეს როდესაც საქმე შეეხება შეფასებით მსჯელობას, სასამართლო იმასაც კი აფასებს, ქონდა თუ არა ამ შეფასებით მსჯელობას საკმარისი ობიექტური საფუძველი. მართლაც მწვენია, როგორც ჩანს, ჟურნალისტთა კორპუსში სერიოზული ტრეინინგების საჭიროება აქვს. აქეთ იყოს ეს პრობლემა, ქალბატონობა. ეხლა რაც თქვენ თქვით, ჩემი კითხვა ეხებოდა იმას, შეუძლია თუ შეუძლია არა ვარ ნამდვილად, თუმცა ფაქტ-ჩეკის ერთ-ერთი დამაარსებელი რაღაცის მაქვს. მაგრამ ჩემი კითხვა ეხებოდა შემდეგ რამეს. შეუძლია თუ არა მოსამართლეს რომ დაადგინოს ეს რეპორტაჟი არის თუ არა ობიექტური და სამართლიანი. ეს იყო ჩემი კონკრეტული კითხვა. ბატონი, ურთმელეთის გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებული უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი და მერე წერია შემდეგი წინადადება. მოპასუხის მმართველობის პირობებში ეს საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და გამოყენებული აქვს კონკრეტული кейსი, ეს არის ჯერსილდი დანიის წინააღმდეგ და უბრალოდ ეს ანუ მითითებულია, რომ აი აქედან მოდის ეს. ამ кейსში იცით რა წერია? ზუსტად საპირისპირო რაღაცა წერია. და წაგიკითხავთ რა წერია ამ кейსში და მე მითხარით ეს უფლება საიდან აქვს სასამართლოს. წერია ესეთი რამე. ამავე დროს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდები განსხვავდება საგრძნობლად და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის იმ მედიაზე, რომელიც აშუქებს და მერე ევროსასამართლოს და არც ეროვნულ სასამართლოების საქმე არ არის, რომ თავს მოახვიოს კონკრეტულ მედიას თუ რა მეთოდები გამოიყენოს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის განსაზღვრად. საქმე ასევე სასამართლო გაშუქებას არ ეხებოდა ეხლა. რა თქმა უნდა არ ეხებოდა. ფაშისტების კომენტარის ხო, სულ სხვა საქმე არის და გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ მიიღო ჯერსილდის საქმეზე. რა თქმა უნდა, ანუ იმის გამომდინარე, რომ ეს კრიტერიუმი, რომელიც აქ არის გამოყენებული, არის იმდენად აბსურდული და იმდენად მიუღებელია ამას საუბარო, თურმე შეუძლია მოსამართლეს სასამართლოს განსაზღვროს რა არის ობიექტური, რა არის სამართლიანი კონკრეტულ რეპორტაჟზე, რომ ეხლა თუ რა მკითხავთ, რომ ამისი უფლება გააჩნია, არ ვიცი, რა ტრეინინგებს არის, რაზე არის საუბარი, რა სამართლიანობაზე. ყველა ბატონო ჩემო, ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟი ეს არის პირველი მოვალეობა, რომელიც ჟურნალისტს ეკისრება. რაც გულისხმობს იმას, თუ მომისმეთ იპასუხებს, რომ ყოველი ინფორმაცია უნდა იყოს შემოწმებული და გადამოწმებული, ხოლო შეფასებითი მსჯელობა უნდა ასევე ეფუძნებოდეს ობიექტურ შესაძლებლობას. ასევე უნდა არსებობდეს ადეკვატური პასუხისუფლება. თუ ერთ რომელიმე პუბლიკაცია
ტელევიზიაში ან რეპორტაჟში იყო ვინმე შეურაცხყოფილი, შეურაცხყოფილ პირს აქვს უფლება მოითხოვოს იმავე მედია საშუალებაში.